ჩვენ ზოგადად გონია რომ კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს, ვიცით რა მოგწონს, რა არ მოგწონს, სად ვართ უკეთესები, სად ნაკლებად, მაგრამ კარგად რომ დავუკვირდეთ და თუ დავფიქრდებით, შეიძლება აღმოაჩინოთ რომ რაღაცები რისიც ძალიან გჯერა რომ ჩვენია, სულაც არ არის ჩვენი. და არის საზოგადოებისგან მოწებებული, შენ ეს კარგად გამოგდის, ამის მე სხვა რაღაცა უფრო მინდა რომ გამომდიოდეს და გამომდის კიდეც, მაგრამ არ ვიცი, დამალულია სადღაც ეს ჩემში. ხშირად ასეთი რაღაცაც ხდება. მაგრამ ჩვენ აი იმდენად ძალიან აჩქარებულ რეჟიმში ვცხოვრობთ, რომ გვიჭირს დრო არ აგვაქვს შეყოვნების, თითქოს ჩამორჩებით ცხოვრებას და დავრბივართ. კი, მან შეკითხვა მაქვს, სად გავრბივართ, ვერ გავიგეო. არ ვიცი, მატარებელი ვიდის და არ უნდა ჩამორჩეთ, გამავია. სად გავრბივართ? მაგრამ ამ გაქცევის დროს უბრალოდ რომ შევყოვნდეთ და ვკითხოთ ჩვენ თავს რაშია საქმე, რა გვინდა ეხლა, ბევრად მეტ ინფორმაცია შევიტყობთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად რაღაცები გვტკივა და ვერც ვგრძნობთ, იმიტომ რომ ემოციებთან კავშირი არ გვაქვს ხოლმე ადამიანებს. და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე კიდე ერთი რაღაც, მაგალითად ვიღაცას ვეჩხუბე, ხო? ამ დროს უნდა გაჩერდე და კითხო შენ თავს, რატომ? ჯერ ერთი პასუხი მოვა, რატომ ვეჩხუბე? შემდეგი პასუხი მოვა, რატომ ახლა? გუშინაც წავეჩხუბებოდი? გუშინ წინაც? 2 თვის წინ ძალიან ბედნიერი რომ ვიყავი მაშინაც? ანუ, აქედან უამრავი პასუხი მოდის და შეიძლება ჩავიდეთ იქ, რომ დღევანდელი ჩემი მდგომარეობა რაღაცა ისეთი ელემენტებით არის სავსე, რომელიც მთლად გაწონასწორებულა. უფრო მოწყოდი ვარ დღეს და ემოციები. და გავიგო სად არის ძირი ჩემი ნამდვილი პრობლემის. აი, ამას ჩვენ არ ვიძიებთ ხოლმე. პირდაპირ ვიწყებთ ლაპარაკს ჩხუბს, ნერვების მოშლას, აი, დროს ვხარჯავთ იმაზე, რაც რეალურად არ გამოსწორდება და ის არის მთავარი. რატომ ვეჩხუბე დღეს ბავშვს? და გუშინ რომ არ ვეჩხუბე იგივე მსგავს თემაზე, ხო? აი, დაახლოებით ეგეთი თემა და საერთოდ რეალურად ადამიანი შეიძლება სხვა ადამიანის უდათ მოგექცეს, მაგრამ რა რეაქცია მაქვს მე ამა თუ იმ ადამიანის ქმედებაზე, აი, ეს არის პასუხი, როგორ მდგომარეობაში ვარ მე და საერთოდ ვინ ვარ მე, შეიძლება ქმედება ერთნაირი იყოს და სხვადასხვა რეაქცია გქონდეს, როცა სხვადასხვანაირი ხასიათზე. ნამდვილად, ეს ყველაფერი გასაგებ რიცხვებთან აკავშირებს. რიცხვებამდე მივალთ, მოიცადე. გვაცადე ბატონო. რიცხვებამდე მივალთ. აი მე მეჩქარება ხო? ხო და სად მეჩქარება? მოვალთ აუცილებლად და საკუთარ თავზე დაკვირვება კიდე იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანებს ეშინიათ, ცოტა გაურბიან, რაღაც არ აღმოაჩინონ ცუდი საკუთარ თავში და ეს იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ჩვენ თვითგვემაში გადავიდეთ. აბსოლუტურად არა, უბრალოდ დავინახოთ და როგორც აი კეთილმა კრიტიკოსებმა, ანუ პოზიტიურად განწყობილმა კრიტიკოსებმა შევაფასოთ, რომ აი აქ ეს არის, იქ ის არის. იმიტომ რომ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ვასიკოს ძალიან კარგი ემოციური ინტელექტი აქვს, ვერაფრით ვერ ეცოდინება ჩემში გულში შიგნით რა ხდება. ვასიკომ შეიძლება მითხრას, რომ დღეს რაღაცა ნერვიულები გამოიყურები. ან ზედმეტად ბედნიერი ხარ, ხო? ანუ ამას აუცილებლად შეამჩნევს, მაგრამ მე გულში რომელი მხრიდან მაქვს ჩხვლეთ, ამას ვასიკო ვერასდროს ვერ გაიგებს, ვერც ვერავინ. ამიტომ ამისთვის არის საჭირო ჩვენს თავსა და ემოციებში დაკვირვება და შეცნობა, რა არის ჩვენი, რა არ მოგწონს, სად გვტკივა, სად არის ჩვენი მინუსი. აი, ამისი არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დავსაჯოთ საკუთარი თავი. და სწორედ იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ და გავიცნოთ საკუთარი თავი, ამაში კიდევ ერთი ხერხი არსებობს, როდესაც ციფრული ფსიქოლოგიის მეშვეობით ადამიანი ზუსტად არკვევს, სად არის ძლიერი და სად არის სუსტი. და აი იმ სისუსტეებს ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება, რომელიც ზოგჯერ არ ვიცით ხოლმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გარკვეული სიურპრიზებიც გველოდება. მე ცოტა შემეშინდა, არ მივყვეთ რაღაცა. შეიძლება არ გამოვრიცხავ იმას, რომ თქვენ თქვათ, რომ არა, ეს ჩემი არ არის, იმიტომ რომ მე ეგ რეაქცია მქონდა თავიდან და რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ და ყველა ვარიანტში მივხვდებით, რომ არის თუ მუცველები ვიქნები. შეიძლება ხვალდაზე გვიხდე, მაგრამ ეგრე იქნება. მოკლედ, ჩვენი სტუმარი ნინი გოზალიშვილი მინდა მოვიწვიო. ნინი გახლავთ პიროვნული ზრდის ფსიქოლოგი და მენტორი. გთხოვთ ნინი თუ შეიძლება მობრძანდით ჩვენთან, რომელიც ციფრული ფსიქოლოგიის შესახებ ისაუბრებს და ზოგადად გვეტყვის რა არის და რა საინტერესო ამბებზე სალაპარაკოთ მობრძანდა. აბა ნახოთ რები. შესანიშნავი სტუმარი იყოს, გაგვიხსენით რასთან გვაქვს. ანალიტირებული ხალხი დაგახვედრენი. აქედან ორი კირჩხიბი. აწოვისთვის თან დიდი მადლობა. ანუ რას გვასწავლის ეს ციფრული ფსიქოლოგია? მოკლედ რომ აგვიხსნა და მე გადავიდეთ თავარ თემაზე. კი ბატონო, დღევანდელ პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ რეალობაში ძალიან აქტუალურია ეს ემოციური ინტელექტი და მხოლოდ მაღალი IQ-ს ადამიანები ვერ აღწევენ ისე დიდ წარმატებას, როგორც ის ადამიანები,
ადამიანები, ვისაც უფრო აქვს ეს უნარი, როგორ მართოს საკუთარი ემოციები, შესაძლოა იყოს საშუალო IQ-ს მატარებელი, მაგრამ თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ, მაგ შემთხვევაში შედეგი დიდხანს ვერ დაგიდგება, ასე ვთქვათ, და უფრო წარმატებასაც რაღაც გარკვეული მეტი ძალისხმევა დასჭირდება შენი მხრიდან. აი ამ ყველაფრის თვის არსებობს გარკვეული მეთოდები, რომელიც გეხმარება, რომ შენი თავი, შენი ქცევა, შენი აზროვნება, შენი ემოციები კარგად შეისწავლო. ერთ-ერთი ესეთი ახალი შედარებით ახალი მეთოდი ეს არის ციფრული ფსიქოლოგია, რომელიც აკვირდება ადამიანების დაბადების თარიღს და გარკვეულ კითხვებზე მთლიანად თარიღს თუ მარტო რიცხვს? ეს ადამიანების დაბადების თარიღს ბოდიში დაკვირვება არის კავშირში ასტროლოგიასთან? არა, ეზოთერიკასთან კავშირში არ არის. კი ბატონო. მტკიცება მეცნიერულად დადასტურებული არის, რომ ეს ნამდვილია, რასაც ციფრები გვეუბნებიან? სიუცა ეს არის მეცნიერება, ბოლო 10 წელია უკვე ამას ძალიან აქტიურად იყენებენ, 191 ქვეყანაში არის ეს რეგისტრირებული და მოიხმარენ, ასე ვთქვათ, ამ მეთოდს და კვლევები ადასტურებს, რომ ნამდვილად ესეა. ჩემს პრაქტიკაშიც არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს არ უთქვამს, რომ ეს მე არ ვარ. და ძალიან საინტერესოა, ნინი ამას იყენებს ფსიქოთერაპიის პროცესში. ან დიაგნოსტიკისთვის გჭირდება, ხო, სიარო სწორი მიმართულება. მაგრამ ახლა ეს ადვილად არ ჩაივეცადეთ. როგორი ტიპის ადამიანები არსებობენ და მე თქვენ საკითხი იცხვი რა შვება, რას გაძლევს, რას რას გვეუბნებიან იგებს. ციფრები? საკუთარ ქცევას, აზროვნების ტიპს და როგორი რეაქცია შეიძლება გქონდეს ან ურთიერთობებში, ან რაღაცა გარკვეული სტრესის შემთხვევაში, მაგალითად, როგორ მოვიქცევი? 1990 წელს პირობითად ამის გამო თუ დაიგო. ნუ აი აღარ ჩამოთვალე ყველა თვეც და რიცხვი. მან იშლება, მნიშვნელობა აქვს რაღაცა გარკვეულ ასაკამდე რიცხვს, მერე უკვე მთლიანად ყველა ციფრს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნახეთ, დაბადების თარიღში ჩანს ადამიანის კომპეტენციები. პირობითად, აი ვთქვათ, არ ვიცით დაბადების თარიღი, მაგრამ ნუ დაიბადა ადამიანი და ვამბობთ, რომ აი როგორი რაღაცა კარგი ხმა აქვს, რაღაც შემოქმედებითი უნარი აქვს. და ეს ისედაც ვიცით რიცხვების გარეშე. ამ რიცხვებში ჩანს კიდევ რა სხვა უნარი შეიძლება ქონდეს ადამიანს. აი ეგრეთ წოდებული soft skill-ებს, რასაც ვეძახით, ადაპტაციის უნარი, ემპათიის უნარი, კომუნიკაციის უნარი, აი ეს ყველაფერი ჩანს დაბადების თარიღში. ანუ ყველა ადამიანი, ვინც დაიბადა, ჩემ წელს, ჩემ თვეს და ჩემ რიცხვში, ანუ ხო ბევრი ადამიანი დაიბადა საქართველოშიც კი, მარტო მე ხო არ ვიყავი სამშობიაროში. მე და ის ადამიანი იდენტურები ვართ ხასიათის ამ თვისებებით? და აღზრდა, სოციალური მდგომარეობა და ასე შემდეგ არაფერ შუაში არ არის? კი ბატონო, აი ხო გეტყვით, ნახეთ, რა თქმა უნდა, საბაზისო მონაცემები აი ერთი და იგივე არის, თუმცა ნახეთ, გარკვეულ ასაკამდე, სადღაც 14 წლამდე. მანამდე ნახეთ, ადამიანი რო დაიბადება, პირველი ამოსუნთქვიდან აქვს ინდივიდუალური გამოცდილება. ამიტომ საჭიროა ყოველთვის პირადი შეხვედრა, იმიტომ რომ ამაზე მოქმედებს სოციუმი, ეს შეიძლება იყოს კიდევ აუცილებლად იქნება ოჯახი, სკოლა, უფრო ფართო გაერთიანებები, რა თქმა უნდა, კულტურა, რელიგია, საცხოვრობ, ეს ყველაფერი. ამიტომ რა არის თანდაყოლილი და რა არის შეძენილი, ამის გარჩევა რომ მოხდეს, აუცილებელია ხოლმე ადამიანთან პირადი შეხვედრა. ხშირად შევხვდებით ადამიანს, რომლის დაბადების თარიღსაც დახედავ და საერთოდ არ გავს, იმიტომ რომ ბევრი აქვს ნამუშევარი საკუთარ თავზე. რეალურად აი მოკლედ რომ აგიხსნათ, უფრო რომ წარმოიდგინოთ დაბადების თარიღი, ეს არის გარკვეული მატრიცა, რაშიც ადამიანი იბადება. გარკვეული უნარებით, მაგრამ ეს მატრიცა უნდა გაირღვეს, ამაზე შორს უნდა წავიდეს ადამიანი და ეს ესეთი ცხრილი გაქვთ და ადარებთ რომ ეს არ გავს ამას არა ეს ხო ეს არ გაიგო მაინტერესებს და მოდი ბარე მაგ ძალიან მნიშვნელოვან თემას მივადექით და არ გამოგჩეს დრო არ გაგვეპაროს ანუ არის 9 ტიპაჟი ხო ადამიანის ანუ 9 ანუ თითო ადამიანს შეიძლება ქონდეს რაღაც კონკრეტული ციფრი 1-დან 9-ში ჩათვლით ხო ასეა შენი დაბადების თარიღის მიხედვით და ამ ციფრებს მივეკუთვნებით ყველა და იმის მიხედვით არის რაღაც გარკვეული დამახასიათებელი ნიშნები. არ ვიცით რა არის, ეს შეიძლება სხვა იყოს. შეკითხვა მაქვს, მაგალითად, ჩემ დაბადების დღე 16 აპრილი. 15 აპრილი ყოფილიყო სხვანაირები იქნებოდა. კი, ესე ამბობენ და მაგაშია საქმე. ხო და აი ამ მე თუ რათვიანი ვარ, მაი. რა მნიშვნელობა აქვს მაგას, როცა დაიბადა ის აქვს ხო, რა როდის და მოდი ნინი, ბარე, მაინც ჩამოთვალთ. აი ერთიანებს მაგალითად რა ახასიათებს? თუ გამოიცნობთ თქვენ თავს და მე ტელეგრამით. აი, ყველა რომ გაჯანდა არსებობს და ყველა ადამიანს აქვს თავის ციფრი, როგორც მე გავიგე და ახლა ჩამოთვალოთ ნინი რა ახასიათებს. რატო 0 არ არსებობს? არა, 1-დან 9-ში ჩათვლით და როდესაც ეს დაბადების თარიღები იკრიბება, ციფრები გამოდის ერთ ციფრზე დავყავს ჯამი და შესაბამისად 1-დან 9-მდე გვაქვს. ნუ მაგალითად ენერგია ესეთი არის, ერთიანი, რომელიც გამოირჩევა ლიდერული უნარებით, ინიციატორით, კომუნიკაციის უნარით, თუმცა რაღაცა შეიძლება იყოს სამუშაო ის, რომ კონტროლის ძალიან დიდი სურვილი აქვს.
ენერგია ორიანი, რომელსაც ახასიათებს მაგალითად ადამიანების სურვილების გამოცნობა, უფრო რას გრძნობენ ეს ადამიანები, დიპლომატია და კარგად ამყარებს ადამიანებთან ურთიერთობას, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს. ენერგია სამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს, აანალიზებს და ბევრი ფაქტი ჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა დაიჯეროს. მის შემთხვევაში გადაზედმეტებული ფიქრი უფრო რისკის რა მინუსი overthinkers რასაც ვეძახით, რაზეც უნდა იმუშაოს. 4-ში დაბადებული ადამიანები მუდმივად სიახლეების მოთხოვნილებაში არიან, ხშირად მას ეძახიან ხოლმე რევოლუციონერს, იმიტომ რომ სისტემურობა არ მოსწონთ ხოლმე და უნდათ ყოველთვის გადააკეთონ გარემო. 5-ში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან აი საუკეთესო კომუნიკაციის უნარით და სულ თავისუფლების მოთხოვნილება აქვს და ძალიან დიდი ენერგიის მატარებლები არიან. 6-ში დაბადებული ადამიანები. ეს 6 რიცხვში დაბადებულს არ ნიშნავს, ხო? დაჯამებით რომ 6 დაჯამებით, აი მაგალითად კი ბატონო, 6-ში დაბადებული, 15-ში დაბადებული და 24-ში დაბადებული, ეს მხოლოდ ეხლა ძალიან ზედაპირულად ვამბობთ, იმიტომ რომ ეს იშლება კიდევ როგორც გითხარით. 6-ში დაბადებული ადამიანები არიან შემოქმედებითი ადამიანები, რომლებისთვისაც კომფორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და კომფორტის გარეშე ამ ადამიანებს საერთოდ ვერაფერს ვერასდროს ვერ გააკეთებინებთ. 7-ში დაბადებული ადამიანები, ესენი არიან ეგრეთ წოდებული კრიზის მენეჯერი ადამიანები, რომლებიც აგვარებენ ძალიან კარგად პრობლემას, ანუ მათი ტვინი ნახეთ როგორ რეაგირებს პრობლემის გადაჭრაზე. აი რაღაცა საკითხი დადგა პირობითად. სამიანი ეს არის ენერგია, რომელიც ამ პრობლემაში დაგანახებს ძალიან ბევრ მხარეს, როგორ შეიძლება ეს საქმე გახდეს მომგებიანი, იმიტომ რომ მისი ტვინი ესე მუშაობს. 4-იანი კრეატივს დაგანახებს. 7-იანს მაგალითად შეუძლია რომ პრობლემა გადაჭრას. ახასიათებს ცოტათი სიხისტე და პირდაპირ უყვარს რაღაცეების თქმა, რაც სხვა ადამიანებს ატრიგერებს ხოლმე. 8-იანი ეს არის შედეგზე ორიენტირებული, ოღონდ ეს შედეგი თავიდან ბოლომდე მატერიაში უნდა გამოისახოს და 9-ში დაბადებული ადამიანები ეს არიან მებრძოლი ადამიანები და ხშირად არის ხოლმე რომ სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც უფრო სხვებისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ და სანაცვლოდ როდესაც მადლიერებას ვერ იღებენ, ამის გამო აქვთ ხოლმე მე ძალიან დიდი გულის წყვეტა. მე ვარ ან 3 ან 4? მე ვარ მაგალითად 7. თუ 12-ში 3 ვარ მე. overthinking-ი ხო არ გაწუხებთ. არა, აქ ჩამოთვალა რა ხას. ახლა როგორ ვიგებ სად ვარ? მე ჩემი აზრით ვთქვათ ვარ 7, მაგრამ ჩემი აზრით 3 ან 4. სად რა ციფრში ვარ? თქვენც პარემ და მე წარმოდგენა არა მაქვს. აი აქედან ყველაზე მეტად რომელი გეცნო? რომელი იყო? მე იმდენი იყო რომ დავიბენი, მე ყველა რიცხვი ერთად შევკრიბე, სანამ ეს გავაკეთე, გამოვტოვე მე რამდენი ვარ. აგერ მიწერია, აი ყველა. აბა მესამე რა არის? მესამე არის ფიქრი და overthinker-ი და დაჯერება იმისთვის და ფაქტები სჭირდება იმისთვის რომ დაიჯეროს. კი, ეგეთი ვარ. კი ბატონო, მე გამოიცნო. კი, ნამდვილად. ისე ფაქტი თუ არ არის, გამოიცნო, მე გამოვიცნო. უფრო დეტალურად. თქვენ შემთხვევაში ორივე გამოიცანი, იმიტომ რომ დაბადების რიცხვი 4 გაქვს და მისია 3 გაქვს. აი, ორივე როგორ და თან overthinker-ი. 4 და 3 რას ნიშნავს კიდევ ანუ როგორია ნუცა გითხარით მისი დადებითი და რის მიხედვით გამოვიდა ნუცა 3 და 4 რა 4-ში დაბადებულია და დაჯამებით 3 ვარ. 1 წუთის, 1 წუთის ჩავშალოთ მისია თუ შეიძლება. ძირითადად ხდება ხოლმე, როცა ეს ზედაპირულად ვარჩევთ, ხოლმე ყველა აქცევს დაბადების მხოლოდ დღის ციფრების ჯამს ან ციფრს. ამ შემთხვევაში ნუცა რადგან 22-ში დაიბადა, 4-ში დაიბადა არის 4 და შესაძლებელი იყო, რომ ეს უფრო მისთვის, იმიტომ რომ აზროვნების ტიპი აქვს როგორც 4-იანს, სულ ინოვაციები სჭირდება და ძალიან ცოტა მეტი დაკვირვება სჭირდება ხოლმე მისიის ციფრს. მისიის ციფრი და ენერგია აქტიურდება 33 წლის შემდეგ. და ეს არის სრული დაბადების ციფრების ჯამი. გავასწავლოთ რა, მე მგონი მაყურებელს თუ შეიძლება როგორ გამოვთვალოთ? ვინც სხვა რიცხვში დაბადებული 23-ში, 24-ში, 30-ში ის როგორ ითვლება? როგორ ვითვლით აბა? 33 წლამდე ენერგია ითვლება მხოლოდ დაბადების დღის ციფრის ჯამით. მე 3-ში დავიბადე, თქვენსავით ენერგია 3 მაქვს, ჩემიც 3-ია და თქვენიც 3-ია, თუ 12-ში დაიბადეთ. და მე თუ 16-ში დავიბადე, 1 + 6 და 7-ია და 7 გამოდის. კი, ესეთი სულ 3, კი, 7-იანი, 16 და 25-ში დაბადებული, ყველა ენერგია 7-იანია. მაგრამ ეს 33 წლამდე მუშაობს აქტიურად. ნელ-ნელა იკლებს ეს ენერგია და ის სადღაც 33-დან და განსაკუთრებით 42 წლიდან ადამიანებს ეცვლება
ვუწოდებთ ქცევა. და ეს ქცევა ჩანს უკვე სრული დაბადების თარიღის ჯამში. და ეს არის ხომ 33 წელი არის ყველაზე გარდამტეხი, იმიტომ რომ აი ნუცას შემთხვევა რო ავიღოთ 3-4 ძალიან არ გავს ეს ენერგიები ერთმანეთს. 4-იანი არის ინოვატორი. ხშირად ეს ადამიანები გვიან ქმნიან ხოლმე ოჯახს, იმიტომ რომ ეს რაღაცა სტაბილურობა დიდად არ მოსწონთ ხოლმე და აი 33 წლის მერე იწყება რომ აი რაღაცა 3-იანი არის უფრო სტაბილური ენერგია, რომელსაც მოსწონს რომ რაღაცა თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, სახლი, სამსახური, იქ ბავშვი, ყველაფერი თავის ადგილას უნდა იყოს. პირველი კონფლიქტი საკუთარ თავთან იწყება რომ მე ახლა ესე ვფიქრობ, მაგრამ ასე ვიქცევი მაინც რა კი მინდა სიახლები, მაგრამ მუდმივად რაღაცა ამ სისტემურობაში ვრჩები და რა ხდება. და მეორე პრობლემა არის ხოლმე რომ აი ოჯახების დაშლა ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ვის გავყევი და როგორი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითონაც ვერ შეუკვეთა და რა ჩამოვიდა. არა, მარიკა, შენ ის გამოგჭა, სულ წესრიგი უნდა. ეს ბუღალტერია რომ ამარიდო. ჩემი რიცხვი გეხვეზე შენი. რა შვები მე? სამი გავიგე. სამია და ძალიან ბევრს ვფიქრობ. გადავწდი. ძალიან ბევრს ვფიქრობ. ანუ მე წელი ჯამდება, დაბადების წელი ჯამდება, დაბადების წლის მიხედვით და დაბადების წელი მხოლოდ? არა, სრულად ნახეთ. თქვენ შემთხვევაში როგორ ჩემ შემთხვევაში ვეთქვი მე დავიბადე 3 აპრილს 1993 წელს ყველა ციფრი ჯამდება 3 + 4 + 1 + 9 + 9 და აი ეგეთზე მე გამომივიდა მაგალითად 33 ანუ 6 და მე 6 3 + 3 ანუ ერთი კაციანი თქვენიც 6-იანია მე ესე ვიცი და 6-იანები როგორები არიან ვასიკო და შემოქმედებითი და კომფორტის მოყვარული არა ნახე როგორ არის მისიაში ქცევა 3-იანი არის ზოგადად საკუთარ თავს ძალიან ბევრს თხოვს, პერფექციონისტია, 33 წლამდე რომ გაიხსენოთ, აი საკუთარი ენერგიები როგორ არის და ну, ყველაფერში მაქსიმალურად დევს ამ ენერგიას და 6-იანი არის კომფორტისტი ადამიანი, რომელსაც აი, ну, კომფორტ ცოტა მუზა სჭირდება რა რაღაც გააკეთო და თუ აი ამ კომფორტში არ ახარ ძალიან რთულია, რომ იგივე დღის წესრიგში გააგრძელო ცხოვრება, რაც 33 წლამდე და ეს პერიოდულად აი 33-დან რო იწყება 42 წლის ასაკში წარმოუდგენელია, რომ ამ ქცევას თითქმის გავექცეთ, თუ ჩვენ ამას მუდმივად არ ვამუშავებთ. ანუ კომფორტის ზონაში ყოფნა გვინდა. კომფორტის ზონაში რჩება. მე აღმოჩნდა რომ მეც 6-იანი ვარ ესე მახსოვს. იმიტომ რომ ასაკში შევდივართ რაღაც სხვა რაღაცებს უფრო მეტად ვაფასებთ. ეგეც არის კითხვა. და მარიკა ვინ არის ამ შემთხვევაში? 6-იანი და ჩვენ ორივეს ერთნაირი ენერგიები. 6-ზე ჩამოვედით ასაკში. 7-იანი საკმაოდ ისეთი ხისტია, პირდაპირია და აი ვამბობთ კიდევ ამახვილებ ყურადღებას 33 წლამდე, რომ აი რაღაცა პრობლემა როდესაც არის, გეტყვის პირდაპირ, რომ აი შენ ეს არ უნდა გააკეთო, ან შენ მაგალითად ძალიან დიდი წონა გაქვს და აღარ უნდა ჭამო, ეს ძალიან პირდაპირი ნათქვამია, მაგრამ ამას თვითონ ვერ იაზრებს, რომ უხეშად ნათქვამია და ხშირად სხვა ადამიანებთან უფუჭებს ხოლმე ურთიერთობას ეს. 6-იანი სხვანაირად გეტყოდა, რომ როგორ მოგიხდებოდა მაგალითად, რომ უფრო გამხდარი ყოფილიყავი, ან რაღაცა ესე ცხოვრება მოიტანა. ფორმა. არა, ცხოვრება, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენმა ენერგია მოიტანა, იმიტომ რომ 6-იანი ძალიან კომფორტის, სიყვარულის მოყვარულია და რაღაცა უფრო კომფორტულად გეუბნება ისე რომ არ გატკინოს და 7-იანი თვითონ ამას ენერგია ვერ აღიქვამს, იმიტომ რომ იმისთვის მართლა პრობლემის გადაჭრა ის არის, რომ შენ მეტი აღარ უნდა ჭამო, თუ გინდა რომ უბრალოდ არ მოიმატო. ანუ ზოგადად განსხვავება კი არ არის ასე არის. მაგრამ მან უნდა დაამუშავოს ის, რომ სანამ მე ამას ვიტყვი. ხო, 6-იანი არ არის ცუდი. ანუ 6-იანი არ არის. არ არის ცუდი. ერთია რომ გავიგოთ ჩვენი ენერგია, ჩვენი დაბადების თარიღის მიხედვით, მე აღმოვაჩინე რომ ამ ენერგიის მიხედვით თქვათ overthinker-ი ვარ, ანუ მიყვარს ბევრი ფიქრი. და თუ კი ვაბრალებ ამას ჩემი დაბადების თარიღს, მაშინ მე როგორ უნდა შევცვალო, დავიბადე უკვე. არა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ twins აქვს უნარი თუ რეგულარულად რაღაცაზე მუშაობ, ჩვენი ქცევა გარკვეული პერიოდის მერე იცვლება და ჩვენ გვაქვს კონკრეტული დავალებები, ვინ რა უნდა დაამუშავოს. ეს არის, ხო, ეს ძალიან გვეხმარება პირველი, იმიტომ დავიწყე ემოციური ინტელექტით, რომ ადამიანმა რომელმაც იცის საკუთარი ემოციებს შეუძლია სახელი დაარქვა, საკუთარ თავს კარგად იცნობს. ასევე ეს მეთოდი გაძლევს საშუალებას, რომ შენს გარშემო ადამიანები იცოდე, ვის როგორი რეაქცია ექნება, ვისთან როგორ უნდა ის პირდაპირ, ასე ვთქვათ, 9 ტიპის სასაუბრო ენა არსებობს ადამიანთან, რაც დაახლოებით, აი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 90% ოჯახის წევრებთან თანამშრომლებთან თუ ნებისმიერ ტიპის ურთიერთობაში ამცირებს უკმაყოფილებას, იმიტომ რომ მე ვიცი შენ ჩემგან რას ელოდები, ეს პატარა ხრიკი არის ესეთი. აი, მაგალითად დავიწყოთ, ერთიანმა რა უნდა დაამუშავოს? ერთიანი არის უფრო ენერგია, რომელიც სხვებს აძლევს დავალებებს. თვითონ შემსრულებელი არ არის. ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს, ახლა არ გავშლი რომ ყველა ეს მოვესწროთ. მაგრამ აი ნახეთ როგორი ტიპაჟი არის.
დაგეხმარ, კარგი მფარველია, მაგრამ დაგეხმარება როგორ იცი, აი მაგალითად ფულს ჩაგერიცხავს და გეტყვის, რომ აი რაღაცა, მაგრამ ფიზიკურად შენთვის არ გაირჯება. და რა უნდა გაკეთდეს, ამ შემთხვევაში უფრო მეტად, ხო, რაღაცა მეფური ენერგია და მისთვის სასურველია, რომ ცოტა ადამიანებთან კომუნიკაციაში რომ შეძლოს კარგად, თვითონ ჩაერთოს ფიზიკურად აი ამ ყველაფერში. ორიანმა რა უნდა დაამუშავოს? ორიანი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სხვებს ერგება და ამ შემთხვევაში მას ცოტა ეგოსთან აქვს სამუშაო, იმიტომ რომ უკანა პლანზე ყავს ყოველთვის საკუთარი თავი, სულ შვილები, სულ მეუღლე, სულ სხვები და სულ სხვების გათვალისწინება. მას ძალიან უჭირს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და სულ სხვებზე აქვს, რა, თუნდაც სად წავიდეთ დასასვენებლად, არასდროს არ გეტყვის კონკრეტულად სად უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღების ეშინია და ამ შემთხვევაში უნდა იმუშაოს პასუხისმგებლობაზე და საკუთარი თავის წინა პლანზე წამოწევას. სამიანის შემთხვევაში. ეხლა შენ მისმე ჯერ 4-იანის შემთხვევაში, იმიტომ რომ გონიათ რომ არ გადავსი 33? არა, გადაცდი უბრალოდ ნახე 33 წლის მერე შენ რაც ჩაგერთო ენერგია 3 ეს არის უკვე შენს ქცევასთან და აზროვნება მაინც ყოველთვის გექნება ისეთი როგორც ბატონო რა კარგია. სამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ფიქრობს, აანალიზებს, ყველაზე მძიმე ენერგია, იმიტომ რომ მისთვის რაღაცის შეცვლა ძალიან რთული არის ხოლმე და რაც უნდა დაამუშავოს, ეს არის აი საკმაოდ ისეთია რა, თავიდან ბოლომდე ემოციური ინტელექტით არის თქვენზე ვამბობთ, კი და საინტერესო იქნება. თავიდან ბოლომდე ემოციური ყველასი დამუშავებული აქვს. ნინი მიცის ვასიკოვინ არის, ხო? კი, ერთნაირი ენერგია გვაქვს ჩვენ. საკმაოდ ისეთია, თავიდან ბოლომდე ემოციური ინტელექტში დაბადებულია და თავიდან ბოლომდე თავი მართავს ამ ადამიანს. ჩვენ შემთხვევაში სასურველია, რომ ემოციები წინ წამოვწიოთ, უფრო მეტად ემპათიურები გავხდეთ რა. და 4-იანის დასამუშავებელი რა? 4-იანს ზოგადად ახასიათებს ბევრი იდეები, ბევრი მიზნები, რის გამოც მე საკუთარ თავს ხოლმე ყოველთვის რაღაცნაირად აკრიტიკებს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ეს იდეები არასდროს არ ილევა და მთელი ცხოვრება არ გიყოფა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს თავი გაართვა. და ამის გამო მე აქვს ხოლმე თვითგვემა და სასურველია, რომ ამ ადამიანმა ისწავლოს ცოტა მეტი, ანალიტიკა გამოიყენოს, აი იმ კუთხით, რომ მაგალითად რაღაც 100 მიზანი რომ აქვს, ან დღეში 10 მიზანი, ანალიტიკურად დავფიქრდ, ახლა ამ მიზნებისთვის ღირს თუ არა ჩემი ჯანმრთელობის დახარჯვა, ჩემი ენერგიის დახარჯვა, დროის დახარჯვა და რამდენად ღირებულია ეს მიზნები, იმიტომ რომ ძალიან უმნიშვნელო რაღაცებსაც კი ძალიან ისე მიზნად ისახავს და მე ამის გამო განიცდის ხოლმე, რომ რაღაცა ყველაფერს ვერ ასრულებს. ადამიანები, ქალები, რომლებიც აპირებენ საკეისრო კვეთით გააჩინონ შვილი და აქვთ საშუალება რომ აირჩიონ. აუ რა კარგი კითხვა ანეტა მე. ხო, რომ მაგალითად არის რაღაცა ამ კვირაში უნდა დაიბადოს ბავშვი და აქვს რიცხვების არჩევის საშუალება. ურჩევდით რომ აი ეს სქემა გამოიყენოს? რას ამბობ ხო? არ არსებობს ცუდი და კარგი, ყველა არის კარგი და ყველას აქვს თავისი გარკვეული მინუსი. გეტყვით რატომ არა, ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვა, რომ აი ახლა ბავშვს ვაჩენ და როგორ ჯობია, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ფაქტობრივად ადამიანის კარმას იღებს შენ თავზე, რომ როდის უნდა დაიბადოს. ამიტომ ჩვენ ამაში არ ვერევთ. ეს ყველა კაცო ხასია ინდივიდუალური თვისებებია და კარგია. არ გამოჩნდეს, ხალხი გვიყურებს. ხუთიანებმა რა უნდა დაამუშავონ? ყველა ციფრი. მე მინდა რომ ყველა მიცოდეს თავისი ციფრი და სად გვაქვს სუსტი წერტილი. ხუთიანიც ასევე არის სრულად, აი სამიანი და ხუთიანი ეს ორი ენერგია არის თავიდან ბოლომდე ემოციური, შინაგანი ინტელექტით დაბადებული, რომელიც ასევე თავით ერთვება ყველაფერში და ამ შემთხვევაში საჭიროა რომ ცოტა მეტი რაღაცა ექსპრომტად ემოციებს აყვეს, ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს ხოლმე. ხშირად ესეთ ადამიანებს აქვთ მაგალითად პარტნიორის არჩევის პრობლემა ხოლმე, იმიტომ რომ ემოციებით ახლოს არ უშვებენ. აი და ესე განსაზღვრავენ მაფა სად ცხოვრობს, სად მუშაობს და როგორი ოჯახიდან არის, ასე შემდეგ ესე და ანუ ამ ლოგიკაში რაც მას ხუთიანს ახასიათებს არ ჯდებიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები და ემოციებს აღარ ეძლევენ იმის საშუალებას რომ განვითარდეს და ხშირად აქვთ ხოლმე ის პრობლემა რომ ამ გულს უნდა დაუგდოთ ყოველი და მივცეთ ემოციებს არსებობის და გაფურჩკნის საშუალება. ხო ასე კი ბატონო 6-იანი ეს არის შემოქმედებით და ძალიან ემოციური ადამიანი, მან პირიქით უნდა ისწავლოს რომ ცოტა ლოგიკური გახდეს, ცოტა ადეკვატური გახდეს და თავისი ემოციების გარჩევა ისწავლოს, იმიტომ რომ ძალიან 7-იან სად აქვს სუსტი წერტილი? 7-იან ზუსტად ეს სიხისტეშია. სიხისტეში ცოტა უნდა დავიმშვიდოთ თავი და გავფილტროთ სიტყვები. სანამ რამეს ვიტყვით, უნდა დავფიქრდეთ, ეს ამ ადამიანთან ურთიერთობის გაციებას მოიტანს თუ არა, დიდი ალბათობით მოიტანს. ჩვეულებრივად გაცნობიერება ხდება, აი როცა უბრალოდ შენი მონაცემები იცი, ხდება გაცნობიერება ქცევის დროს, რაც გეხმარება იმაში, რომ უკეთესი ურთიერთობები დაამყარო. კი ბატონო, 8-იანი სუსტი წერტილი
რვიანი სუსტი წერტილი არის ის, რომ ძალიან მატერიალური არის, სულ მუდმივად აქვს აკეთებს შედეგზე ორიენტაციას და აი რვიანი არასდროს არ მოусმენს ადამიანს, აი ეგრეთ წოდებულ coach-ებს, რომელიც მაგალითად ფული შოვნეს და წარმატებას გვასწავლის, თუ მას თავად არ აქვს ფული ნაშოვნი, აი ძალიან ისე უხეშად რა ვთქვათ, იმიტომ რომ პირდაპირ მონეტიზაცია არის მისთვის შედეგი და მან უნდა ისწავლოს ის, რომ ცოტა ნაკლებად ხო, 9 დაგვრჩა, ერთი და დასასრულს მივახოთ. ცხრიანი არის მებრძოლი, მაგრამ არის ძალიან იდეინი ტიპი, უყვარს მარტივი ფული, სხვებისგან განსხვავებით და მან უნდა ისწავლოს ის, რომ ცოტა მეტი იშრომოს და ამ იდეას სხვისგან არ ელოდებოდეს თვითონ დაამუშავოს და გააკეთოს მერე და მიაღწიოს ამ. ძალიან დიდი მადლობა, ნინი გოზალიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობთ ციფრულ ფსიქოლოგიაზე, მეგონი კარგად უნდა გადავახვიოთ ჩვენი გადაცემა და მე საერთოდ ჩავსხდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა ვიცოდეთ, სადა გვაქვს პლუსი, სადა გვაქვს მინუსი და რაღაცები ჩავასწოროთ. და როდენი. როდენი ცხოვრება უნდა ვასწოროთ. მე ჩემეცნობის მომავალ ხუთშაბათს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რეკლამაზე